მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. წარმატებულ დღეს, საღამოს, შუა დღეს გისურვებთ დღის იმ მონაკვეთს, როცა ახლა უყურებთ ამ ჩემს ვიდეოს. პროექტში დიდი მადლობა, ვინც გამოიწერებთ ჩემი გვერდი, ვინც მილაიქებთ ვიდეოებს, მიტოვებთ კომენტარებს, უღრმესი მადლობა თქვენ. ხოლო მათ, ვისაც არ გაქვთ გვერდი გამოწერილი, ძალიან გამიხარდება, თუ დამიმეგობრდებით, გამოიწერეთ ჩემს Facebook-ის გვერდს, ასევე თუ დამიტოვებთ კომენტარს. ესეც ძალიან გამახარებს. შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციები ჩემთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ როგორც კონკრეტულად ერთ კითხვაზე, ასევე რამოდენიმე კითხვაზე, ან სრულად დიდი დიაგნოსტიკა შეგვიძლია რომ ჩავატაროთ ხომ ყველა თქვენთვის სასურველ საკითხზე. კონსულტაციისთვის ასევე შეგიძლიათ რომ წავიდეთ Facebook გვერდზე, Instagram გვერდზე, ან WhatsApp-ის მეშვეობით. როგორც უფრო თქვენთვის იქნება მოსახერხებელი. მოკლედ, დღევანდელი გაშლა ჩვენთვის იქნება საკითხზე, თუ რას მიმალავს, ესეთი სახელწოდებით იქნება გაშლა. თუ გექნებათ სურვილი, რომ თქვენთვის კონკრეტულად რომელიმე კითხვაზე საჯარო ვიდეო ჩაიწეროს, თუ ისეთ კითხვა გექნებათ, რომ მოერგოს, ესე რა ვთქვათ, ისეთ ფორმატს, რომ საჯარო ვიდეო ჩაიწეროს, ესეც მომწერეთ, ან თუნდაც დამიტოვეთ კომენტარების სახით და მე აუცილებლად ჩავწერ ამაზე ვიდეოს. მე გავაკეთოთ 6 ვარიანტი და გავიგოთ კონკრეტული ადამიანი რას გიმალავთ, რას არ გეუბნებათ, რას არ გიმხელთ. შეიძლება ის იყოს თქვენი პარტნიორი, შეიძლება ის იყოს თქვენი მეგობარი, კოლეგა, თანამშრომელი, ახლობელი, ოჯახის წევრი, ვინც თქვენ გაინტერესებთ, ვისაც მოკლედ გაქვთ რაიმე ეჭვი, რომ რამე შეიძლება გიმალავდეთ ეს ადამიანი, შეგიძლიათ რომ ჩავთქვათ. აქ გვაქვს 6 ვარიანტი. 6-ვე ვარიანტზე შეგიძლიათ რომ სხვადასხვა ადამიანს ჩავთქვათ. მოგცემთ ახლა დროს. ხელები და ფეხები არ გადავჭვერდინოთ, რა თქმა უნდა ერთმანეთს შერჩების პროცესში. ინტუიციურად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი არკანი ან არკანები და მე დავიწყებ წაკითხვას, ხო? ვინც ვერ არჩიეთ, შეგიძლიათ რომ დააპაუზოთ ვიდეო. შეარჩიოთ და მე ესე განაგრძოთ მოსმენა. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რას გიმალავთ ეს ადამიანი? ამ ადამიანს პირველ რიგში ვიტყო რომ კი, ნამდვილად აქვს დამალული საკითხი თქვენთვის. რაიმე შეიძლება მოგატყუათ თავის შესახებ, არ მოგაწოდათ სწორი ინფორმაცია, კონკრეტული ფაქტი, ოღონდ ეს არ არის რაიმე ელემენტარული მოგატყუათ ან რაიმე ელემენტარული საკითხი დაგიმალავთ. სერიოზული ტყუილი აქვს ამ ადამიანს თქვენთვის ნათქვამი, რაც პირდაპირ უკავშირდება მას. მაგალითად შეიძლება თუ პირადი ურთიერთობა არის, რაღაცა გითხრათ, რომ შეიძლება თავისუფალი იყო ეს ადამიანი და დაოჯახებული იყო, ან უბრალოდ რაიმე ისეთი სერიოზულ ტყუილზე მაქვს საუბარი. თუ თქვენი კოლეგა არის, შეიძლება რაიმე ცუდად ისაუბრა ხელმძღვანელობასთან, ესეც არ არის აქ გამორიცხული. მოკლედ დამალული და დაფარული საკითხი ამ ადამიანს პირდაპირ ვიტყვი, ცალსახად აქვს და ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ის, რომ შეიძლება ზოგიერთების შემთხვევაში გაინცდიდეს კიდევაც ამ ყველაფერს ეს ადამიანი, ანუ ის მომენტი არ აქვს, რომ არ განიცდიდეს, არამედ სერიოზული ტყუილი აქვს თქვენთვის ნათქვამი ურთიერთობის დასაწყისში. ეს მოტყუებული და დამალული არ არის, რომ რაღაცა 1 და 2 კვირის წინ დაგიმალავთ. საკმაოდ დიდი დრო არის, რომ რაღაც დამალა მოგატყუათ. ეს შემიძლია გითხრათ პირველი ვარიანტის ამორჩელებო. გავიგოთ მეორე ვარიანტში, რას გიმალავთ? ეს ადამიანი რეალურად გიმალავთ ემოციებს და განწყობას თქვენს მიმართ, ალბათ მეორე ვარიანტი უფრო ჩავთქვით პარტნიორული ჭრილში ადამიანი და გიმალავთ და არ გეუბნებათ და არ გიმხელთ თავის ემოციებს, თავის გრძნობებს და კეთილ განწყობას და დამოკიდებულებას თქვენს მიმართ. თუ პარტნიორია ჩაგითქვათ, უბრალოდ ეს არის ადამიანი, რომელიც მოხიბლულია თქვენით, უნდა თქვენ მოგბაძოთ, თქვენსავით იყოს, თქვენსავით მოიქცეს და მოკლედ მოხიბლულია ეს ადამიანი თქვენით. რაც შეგაბეს მიზეზი, რატომაც შეიძლება მალავდეს და რატომ მალავს ამ ყველაფერს, მცირედად ჩანს ეს აქ, იმიტომ რომ ზედმეტად შეიძლება მორიდებული იყოს ეს ადამიანი და აი ამიტომ მალავდეს. თუმცა დაფარული საკითხი ის რასაც არ ამხელს, ესე რა ვთქვათ, აი რამე დიდი მოტყუებული არ ყავხართ ახლა ამ ადამიანს რაღაცა დიდი ტყუილთან არ გვაქვს საქმე, ხო, როგორც ახლა პირველი ვარიანტის შემთხვევაში ვისაუბრე, მაგრამ უბრალოდ ფარავს და მალავს თავის ემოციებს და კეთილ განწყობას თქვენთან. მე თვითონ შეიძლება თქვენი რეაქციის და უკავშირისაც ეშინე და აი ამიტომ. ეს ხო მეორე, გადავიდეთ მესამე ვარიანტზე.
ეს ადამიანი რეალურად გიმალავს იმას, რომ აი თქვენ როგორი შეხედულებებიც გაქვთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ცხოვრებასთან, ცხოვრების სტილთან. ეს საერთოდ არ ეთანხმება მაგას. პირიქით, სულ ყველაფერს პარალელურად უყურებს. აქ მე ვერ ხედავ რამე კონკრეტული ერთი აქვს დამალული ამ ადამიანს, უბრალოდ ძალიან ხშირ შემთხვევაში არ გეთანხმებათ. უმეტესობა შემთხვევაში აღარ ამას შეიძლება არც აჩენდეს, რომ არ გეთანხმებათ. აი უბრალოდ ფიქრობს, რა ხაი, რა სისულელს იძახის. არა ეს საერთოდ არ არის ეს. საერთოდ არაფერში არ გეთანხმებათ ეს ადამიანი და არ გამოხატავს იმას, რომ არ გეთანხმებათ. აი ფარავს მაგას, აი კი მართალი ხარ, სწორი ხარ, ყველაფერში კარგი ხარ. აი თითქოს ესე უფრო მოყვებათ ეს ადამიანი და ეს არის აქ დამალული და დაფარული. აი აქ ჩვენ შემთხვევაში ხომ ეს იყო მესამე. ნახოთ აბა მეოთხე ვარიანტში ამ ადამიანს ვიტყვით რომ არაფერს არ გიმალავთ. ესეთი მოცნაური პასუხი შეიძლება მიიღეთ, მაგრამ კი არ აქვს ამ ადამიანს არანაირი დამალული და დაფარული არაფერი თქვენთან, ზუსტად ის ემოციები და განწყობები აქვს, რაც რეალურად აქვს. ესე რაიმე მოტყუებული და დამალული და დაფარული არაფერი არ მოდის. ძალიან კარგი არკანი არის და მშვენიერი პასუხი ამოგივიდათ მეოთხე ვარიანტის ამომრჩევლება. კრემეთ დაფარულს ნამდვილად ვერ ვხედავ. დავიდეთ მეხუთე ვარიანტზე. მეხუთე ვარიანტის ამომრჩევლებისთვის ვიტყვი რომ ეს ადამიანი თავის ემოციებს ბოლომდე არ აჩენს, ოღონდ ემოციებს არ ასიყვარს, არ გულისხმობ, აი ბევრი რამე შეიძლება მოხდა ამ ადამიანის ცხოვრებაში, ბევრი სირთულეები გამოიარა და ამაზე არ საუბრობს. თითქოს გონია რომ აი ამ სირთულეებზე რომ ისაუბროს, მერე რაღაცა სხვანაირად გამოჩნდება და წარმოჩნდება თქვენს თვალში. უფრო სუსტად გამოჩნდება მერე თქვენს თვალში და დამალული და დაფარული არის ის, რომ საკმაოდ ბევრი მძიმე ტრამვები აქვს ამ ადამიანის გავლილი, რაც უკვე უკან მოიტოვა და ეხლა აღარაფერი მსგავსი აღარ აწუხებს და ამაზე არ საუბრობს. ანუ თითქოს იმ თავის წარსულზე თუნდაც რაიმე კითხვა რომ დაუსვათ, არ გიპასუხებთ, თავიდან აირიდებს, ამ ყველაფერს გაიქცევა პასუხებს და ეს მოდის აქ დამალული და დაფარული, უფრო არის ის თავისი წარსული გამოცდილებები და ტრამვები. აი ამაზე არ საუბრობს ეს ადამიანი. და ნახოთ ჩვენი ბოლო მეექვსე ვარიანტი, მეექვსე ვარიანტის შემთხვევაში დამალული და დაფარული. ეს არის ყველაზე ისეთი ძლიერი არკანი, როცა რაიმე საიდუმლოებებს ეხება საქმე და ამ ადამიანს არაერთი არამედ შეიძლება ბევრი საიდუმლოებებიც ჰქონდეს, თუ პარტნიორის სიტუაცია ჩაუთქვით, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი მალავს იმას, რომ სხვა ურთიერთობაში არის, ან და სხვა ურთიერთობა ჰქონდა საკმაოდ სერიოზული, რომელზეც თქვენ არაფერი შეიძლება არ იცით ამ ეტაპზე, ან იმ ურთიერთობის რაღაცა სიტუაციები არის. ანუ ეს მოდის აქ, თუ ეს ადამიანი არ არის თქვენი პარტნიორი, ყველა დეტალში შეიძლება გადუყვებდეთ, აი ყველა მეორე სიტყვას, რასაც იცახდეს, გადუყვებდეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი იმდენად არის შეჩვეული ტყუილებს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან მარტივ რამეც კი რომ გკითხოთ, ყველაფერს მოიტყუება, თითქოს ყველა მეორე ნაბიჯზე იტყუება რა, ესეთი რამე შემიწერო თქვა. ამ შემთხვევაში ასე რომ დამალული და დაფარული საკითხები ამ ადამიანისგან ნამდვილად არის და მგონი აი აქ ეხლა ამ გაშლში სიურპრიზი არ იქნება, ის რასაც გეტყვით, შეიძლება ბევრჯერ გყავდეთ კიდევაც სიტუაციაში დაფიქსირებული, რომ ბევრს იტყუება. ეს იყო ჩამოკარგება. მეტი მაქვს რომ მოგეწონათ ეს გაშლა. ველოდებით თქვენს კომენტარებს და კიდევ წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს, ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურა აქამდე.